მადლობა ამ შეკითხვისთვის. სანამ 26-ზე ვისაუბრებთ, მოდით ჯერ 25-ზე ვთქვათ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჯერ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არ დათმო საკუთარი ღირსება და ძალიან ძვირი დაუჯდა ეს ადამიანებს. ნაწილი ციხეში არის, ნაწილი საკუთარი სამსახურებიდან გააგდეს და ზოგადად ჩვენ ხედავთ, რომ რეჟიმი ცდილობს, რომ უფრო მეტად კონსოლიდირდეს და შეუქმნას შეუძლებელი პირობები ყველა ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ გაგვაჩნია ღირსება და ვისაც გვჯერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. ეს მადლობა და ბოდიშრად შეეხება ბოდიში ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს არის ციხეებში. არ ვიცი, შეიძლება უფრო მეტის გაკეთება იყოს საჭირო, შეიძლება შეგვეძლო უფრო მეტის გაკეთება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 2026 წელს საქართველოში პოლიტიკური პატიმრები აღარ გყავდეს. ალბათ ეს იქნება ჩემი მთავარი სურვილი 2026-ში. იგივე ეხება ევროინტეგრაციას. საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ჩვენი მომავალი არის ევროპის კავშირში, ალტერნატივა ამისი ჩვენ გეოპოლიტიკურად აღარ გვაქვს, უბრალოდ და პრინციპში არც არასდროს გვქონია. არჩევანი არის მარტივი, ან ევროპული განვითარება, ან რუსული მონობა. ქართული ოცნება ცდილობს, რომ მოგვატყუოს, რომ არსებობს რაღაცა მესამე გზა, მაგრამ ჩვენი საკუთარი ისტორია გვასწავლის, რომ არანაირი მესამე გზა რუსეთთან მიმართებით არ არსებობს. ან შენ ხარ დასავლეთთან ერთად, დასავლური სივრცის ნაწილი და დასავლური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ან რუსეთი ადრე თუ გვიან დაარღვევს ყველა შეთანხმებას, მოგატყუებს და საბოლოო ჯამში მაინც ეცდება, რომ დაგამონოს. ანუ არჩევანი ჩვენი არის გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მადლობა, გიორგი მელაშვილს უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში.